გერმანიის კანცლერმა მერცმა პირდაპირ დაანონსა მიუნხენის კონფერენციაზე, რომ ის მზად არის და ფიქრობს საკუთარი ბირთვული პროგრამის შექმნაზე, რა თქმა უნდა, საფრანგეთთან ან დიდ ბრიტანეთთან ერთად. ეს დიდი მესიჯია მიუნხენის კონფერენციიდან, რადგან მიუნხენის კონფერენცია არის ადგილი, სადაც ყალიბდება მომავალი გეგმები გეოპოლიტიკაში თუ დასავლური სამყაროს ახალ მართლობით მიზნებში. ასე რომ გერმანიის ეს განცხადება უდიდესი ცვლილებაა დასავლური სამყაროს და პირველ რიგში ევროპისთვის, რადგან გერმანიამ თუ მოკიდა ხელი და გააკეთა ის, რისი განცხადებაც იყო მიუნხენის კონფერენციაზე, ის აუცილებლად შექმნის ბირთვული არახს და უახლოეს დროშითა, რადგან მას ყველა ტექნოლოგია გააჩნია ამისათვის. და ევროპა უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე როდისმე ყოფილა. ეს ყველაფერი მოიტანა ტრამპის პოლიტიკამ, რადგან მიხვდნენ ევროპელები, რომ მარტო ამერიკაზე ჩამოკიდება არ მოუტანთ მათ უსაფრთხოებას, რადგან 4 წელი ტრამპი, 4 წელი ბაიდენი, სიტყვაზე ვამბობ მაგალითისთვის. მოვიდა ბაიდენი, ჩვენ ბრუნდებით ევროატლანტიკურ სამყაროში, ბრუნდება ამერიკა, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი, ბრუნდება ევროპაში, ჩვენ ისევ ხვდებით ძმები, დები, მოკლედ 1000 იმედმომცემი განცხადება გააკეთა და კი 4 წელი ასე იყო თუ ისე ამერიკა დაბრუნდა, ამერიკამ გააკეთა მისი ვალდებულებები ევროპაში დაეხმარა ძალიან უკრაინის ომის დროს. ამერიკა პირდაპირ აწვდიდა იარაღს ევროპას და შემდეგ უკრაინას ევროპის გავლით. უფასოდ იყო უდიდესი ფინანსები გამოყოფილი კონგრესიდან ამერიკელი პრეზიდენტის მოთხოვნით, მაგრამ ეს ყველაფერი გაჩერდა, როგორც კი მოვიდა ტრამპი. ტრამპის მოსვლის დღიდან უკრაინას არ მიუღია 1 სანტიმი ამერიკული ფულის, რომელიც უკრაინას ომში დაეხმარებოდა. ის აძლევს იარაღს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იარაღი იყიდება, ევროპული ქვეყნები მას ყიდულობენ უკრაინისთვის და შემდეგ ნაწილდება უკრაინაში საჭიროების მებრ. ასე რომ, ხო, შეიძლება ტრამპი წავიდეს 2 წელი და 8 თვე დარჩა და მოვიდეს ისევ ახალი ბაიდენი, მაგრამ და ისევ დავბრუნდით, ისევ მოვედით, ისე ევროპამ რამდენი ხანი უნდა უყუროს ამ ყველაფერს და რამდენი ხანი უნდა რამდენჯერ უნდა გაიაროს ერთი და იგივე გზაზე. 4 წელი იცავენ, 4 წელი არ იცავენ. ესე იგი რა გამოდის? უნდა შექმნას შენი საკუთარი თავდაცვის სისტემა. ეს თავდაცვის სისტემა არ უნდა იყოს მთლიანად ამერიკაზე დამოკიდებული, რადგან ამერიკა გახდა, როგორ თქვა, ნდობა დაკარგული პარტნიორი. და ნდობის აღდგენას წლები უნდა, თაობები უნდა და ამის შიშით ევროპა დარწმუნებული ვარ აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც დიდი ხნის უკან უნდა გაეკეთებია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ცივი ომის დამთავრების შემდეგ დიდი სიხარული და ეიფორია მოყვა ყველაფერს და ეგ უნდათ მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. ომები აღარ იქნება, ყველა ერთმანეთს ჩავეხუტებით. ლუბოვ მარკოვ რუსები რო ეტყვიან და მაგრამ არა, ჩვენ კაცობრიობას არ გვაქვს ამის ნიჭი, იმიტომ რომ ადამიანი ომისთვის ემზადება ყოველთვის და ის ომს შეგნებულად აწარმოებს. ცხოველი მიდის ჭამს, ნაყრდება, ანებებს თავზე, ჩვენ ვემზადებით, რომ მოვგლათ ერთმანეთი. და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ აქით არ მოვგლან და თავი დავიცვათ. ამიტომ ჩვენი თავდაცვის სისტემა უნდა გქონდეს აუცილებლად და არ ვიყოთ ზღვის იმედზე. ამის თქმა მინდოდა და დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.